სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მოახლოვდა წინა დღესასწაული ქრისტეს წინა დადგომისა. მოახლოვდა დღესასწაული არნახული სასწაული 4 დღის კვირის აღდგინების, ლაზარეს აღდგინების და უფლის დიდების შესვლის იერუსალიმში. ამიტომ თავდება დიდი მარხვა, წინ ბნების შვიდეული და თქვათ განსაკუთრებული ჟამი დგება სინანულის და თოდოთა მიტევების. მთელი მარხვა და მთელი ცხოვრება ქრისტიანის არის ვედრება თოდოთა მიტევის, არავინ არ უცოდველი და დღეში ვინ რამდენს ცოდავს. თქვენ გახსოვთ რომ მოციქულმა კითხა მათოს რომ რამდენჯერ ვაპატიო ჩემ ვინც მაწყენებს დღეში 7-ჯერო უფალი პასუხობს არა არ გეუბნი 7-ჯერ 60-ჯერ 7-ჯერ ასე თუ გადამროთ მივხვდებით რომ 490-ჯერ დღეში 24 საათი თუ ავიღოთ და დილით ჩავთოთ მაინც გამოწიყო 3 წუთში შენდობაში მთხოვე კონკრეტულად შე ვიღაცის წინაშე ღვთის წინაშე იმიტომ რომ ხან ფიქრი მოგივა ხან გზნობა გაჩნდება ხან დაგეზარება ხან განიკითხავ ხან ზედმეტ ლაპარაკობ ვიღაცას აწყენინებ ასე რომ უცოდველი არავინ არის ამიტომაც თითადი აზრისი ქრისტიანის ცხოვრებისა არის მუდმივი სიფხიზლე განახვა თავის ნაკლონების და შენდობის თხოვა ღვთის წინაშე და მოყვარლის წინაშე რათა შევიდეს უფალთა სასუფეში. ემსგავსოს უფალს თავის მიტევებლობით, მოწყალებით, სიმართლით, სიწმინდით და უფალთან თანზე არ იქნოს საუკუნო ცხოვრებაში. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა 7 საიდუმლო საეკლესიო, იცით ეს ნათლისღება, მიროცხება, სინანული აღშარება და შემდეგ, მაგრამ ეს ერთ-ერთი არის მათგანის თორე 7 დღის ზეთისხება, ზეთის კურთხევა და რა განსაკუთრებული არის ამ საიდუმლოს და რატო ეწოდება საიდუმლო და საიდუმლოთა შორის შეირაცხა ეს ზეთის კურთხევა. მინიშნება ამაზე არის იაკობ მოციქულის ეპისტოლეში. თოდეს ვინმე თქვენგანი ისნეულაც რომ მოუწოდოს მოძღვარს და მოძღვარმა ილოცოს მისთვის და შეუდარს და მსხოსმა ზეთი კურთხევისა და განიკურნოსო. აი ეს ზეთი კურნების არის ღვთის წყალობა და ღვთის მადლი ჩვენ ცოდების მისატევებლად. ამიტომ ეს განსხვავებული მსახურება დღევანდელი არის ის რომ 7 გზის სიკითხება სამოციქულო, 7 გზის სიკითხება სახარება სხვადასხვა ადგილებით ცხადია, სახარებიდან და მოციქულთა ეპისტოლებიდან და 7 გზის ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ კვერექსი თქვა მცირე კვერექსი და შემდეგ მოყვება ამას ერთი ლოცვა და მეორე და ყველა ლოცვაში, ყველა კვერექსში არის ვედრება თოდათა მიტევებისა. ეს ნიშნავს რომ თქვენ ვისაც აქ პირადად უკვე აღსარება ნათქვამი თქვენ მოძღვართან და რაც მან მიგიტევათ თქვენ, მაგრამ არ რაღაცა რაც კიდე აღმოაჩინეთ, რაც კიდე დაგავიწყდათ, რაც ვერ თქვით და ამიტომ ზოგადად მიტევებისათვის არის ეს ყველასათვის ეს სახურება. ამიტომ ეწოდება საიდუმლო თოდათა მიტევება მათომ ღმერთს შეუძლია და ეს მადლი მერთა მისა თავის მოწაფეებს ხელდასხმით მიიღეთ სული წმინდა და მისაც მიუტევთ მათ თაუფალმა აღდგომის შემდეგ და ვისაც მიუტევთ მიეტევება და ვისაც არ მიუტევთ მიეტევება. ამიტომ ეს ჩვენი ვედრება მისატევლად თქვენი ცოდვებისა შეისწრეს უფალმა და მოგიტევეთ თქვენ ცოდვანი და ჩვენ თქვენთან ერთად მოგიტევეთ და ჩვენთვისაც იკითხება ჩვენს გვიმართებს ცოდვის მათთვის შენდობის თხოვნა ღვთის წინაშე, ერის წინაშე როგორც ადამიანებმა როგორც იმავე ბუნების მქონე როგორც ყველა ადამიანს ადამიანში ყველამ შესულა ყველა დაეცა და უცოდველი არავინ არის კიდე გამიმეორებ. მოთ არის ერთი ასეთი თხოვნა ყოველთვის რომ თქვენი აი აქ ვინ მდგომნი მრავალნი ხართ თქვენი მისია რომ ისმინოთ და არ გაიფანტოთ თქვენ აი ამ ყურადღებაში. იდექით ადგილზე არ იმოძრავოთ
მოძღვრები იმის არიან გემსახუროთ თქვენი მომალეობა თქვენი მისია იქნება რომ ისმოთ ლოცვა და ის ვედრება ცოტათ მიტევებისა თქვენ შეისმინოთ თქვენ და კიდევ ერთხელ მადლობა უფალშეწიოთ რომ უფალმა მოგცა ეს საშუალება ჩვენი გაწმენდისა და მოძღვრები დაინაწილეთ თავის ადგილას და იქ ყველას არც ერთი არ დარჩება ისე რომ არ ეცხოს ზეთი საკმარისი არის მოძღვრები მადლობა ღმერთს და შვიდად დიდექით ერთ ადგილზე არც ილაპარაკოთ ერთმანეთთან არც იმოძრაოთ ნუ შეესწება რომ მოძღვრს გაეკიდოს და კიდევ ერთხელ რომ ბევრჯერ იცხოვს და წავიდეს ამ დროს დააკლდა ცოდების მიტევების ლოცვა თავს ნუ მოიტყვებს ნუ რავინ თუ რამე ჩქარება ეგ სხვა საკითხია ისე გადაუდებელი ან ამატყოფი ყავს ან პატარა ბავშვი დატოვებული ეგ თვითონმა ადამიანს განსაჯოს მაგრამ ვისაც უბრალოდ მალე წავიდეს და აიღალა და აღარ უნდა ეს ნიშნავს რომ თავს მოკლდება მას ეს შენდობის ლოცვა მადლობა ღმერთისათვის და დიზათვის ჩვენი შეკრებისთვის მადლისათვის რომელსაც მიტევის ცოდვათაშა და კიდევ ერთხელ მადლობ რატომ იაკობ მოციქული ხორცელი მაუფრისა იხსენება პირველი ეპისკოპოსი იერუსალიმისა ამიტომ მის ეპისტოლეში თქვენ ნახავთ ამ სიტყვებს რომ თუ ვინმე უძურ იყოს ნეულ მოუწოდოს მოძღვარსა მგელსა და მან სხოს ზეთი და
ლოცვა ღავზნოს მისის და განიკურნოს შენისაგან. აი იმ დროიდან ეს საიდუმლო არის დაწესებული ეკლესიის წიაღში და ამიტომ განსაკუთრებით იაკობ მოციქული იხსენიება, შეგეწევთ მისი ლოცვებედება და აუხდით მადლის მიღება მონანულის ადვილია, მაგრამ შენახვა წლების მანძილზე და თუნდაც რამდენი დღის მანძილზე რთული არის. ამიტომ ეცადოთ არ სახე დავიწუხროთ, არა მგონება განვინათლოთ და გული განვიწმინდოთ. მეთო დაგვრთოთ და გილოცოთ წინასწარ ქართული ენის დიდების დღეს, ლაზარეს ხსენებას, მის აღდგენების დღეს და დიდების შესაძლოს მასვენს იესო ფიქრობ ჩვენ კიდე შევხვდებით და ერთად ვადიდეთ და ვმადლოთ უფალს წინვალი აღდგომისათვის. მეთო დაგვრთოთ.